მე ვარ ნიკა ჩერქეზიშვილი, პოეტი, სამოქალაქო აქტივისტი, პოლიტიკოსი, კენჭს ვიყრი ნაძალადევის ოლქში, ლელო ძლიერი საქართველოს მაჟორიტარ კანდიდატად. რაც თავი მახსოვს, საქართველოში არასოდეს პოლიტიკაში არ ყოფილა ხალხის ინტერესი. შესაბამისად ძალიან ბევრ უსამართლობას გადავწყდომი ვარ, თუმცა ბოლო ფაქტი რაც იყო, უკავშირდება საგარეო საქმეთა სამინისტროს, მე იქ მუშაობდი შესყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელად და წავაწყდი კორუფციის განუზომელ მასშტაბებს. მაშინვე დავიწყე პროტესტის გამოხატვა, მაგრამ აბსოლუტურ ყრუკედელს წავაწყდი. სისტემა იყო ორიენტირებული ნეპოტიზმზე და ცალკეული ინდივიდები, ვინც ცდილობდნენ, რომ გაეჯანსაღებინათ სისტემა და რაღაცა კეთილი მარცვლები შეეტანათ ამ საერთო სპირალში, ისინი იდევნებოდნენ და ირიყებოდნენ. პარადოქსულ რაღაცას ვამბობ, მაგრამ ამ ქვეყანაში მუდმივად გიწევს ადამიანს, რომ იბრძოლო იმისთვის, რომ პატიოსნად იმუშაო. ჩვენს ქვეყანაში არის 700,000 სოციალურად დაუცველი, არის არაერთი საჯარო მოხელე, ვისაც აქვს ორგანული ბრაზი ამ ხელისუფლების მისამართით, მაგრამ ამ ადამიანებს არ შეუძლიათ რუსთაველის გამზირზე გამოსვლა და ღიად პროტესტის გამოხატვა, იმიტომ რომ ბევრი მათნაირი გაათავისუფლეს სამსახურებიდან, ძალიან ბევრ სოციალურად დაუცველს მოუხსნეს ეს დახმარება, როცა მან ღიად გამოხატა პროტესტი. ამიტომ ყველგან უნდა დავხვდეთ ამ ადამიანებს, სადაც მოვლენ საკუთარი პოზიციის გამოსახატად, ზოგი ამას ახერხებს ღია სივრცეში რუსთაველის გამზირზე, ზოგი ამას მოახერხებს საარჩევნო უბნებთან. ამიტომ ჩვენ გვაქვს ეს პასუხისგებლობა, რომ არც ერთი ადამიანი არ დავტოვოთ პირისპირ რუსული რეჟიმის წინაშე. კონსოლიდაცია ძალების, როგორც საპროტესტო მოძრაობის, ისე არჩევნებში მონაწილე საზოგადოების, ეს არის ერთადერთი გზა, რასაც შეუძლია რომ ეს ქვეყანა იხსნას რუსული რეჟიმისგან.